გეკითხები რამდენი პროცენტით აქვს ამ თვის გეგმა შესრულებული? ა? 80? ცოტა ეს შტილს მიაღენებ ჩვენ სამართლობას. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. თქვენ უკეთით. ა? მაშასე ხვალდილით მოიტანთ ცნობას, რომ ამ თვის გეგმა შესრულებული გაქვთ 100%. გაიგეთ? 100. ბოლოს და ბოლოს, როდის ინებებს ბატონი მართალი ჩემს მიღებას? მართლს არცალია ბატონო, მოიწმინეთ. ამდენიც დამკოშოვრებელი. მოქალაქე, საქმის წანდებით მოქალაქე. ადროვეთ ბატონო. ბატონო, დაუკითხავთ, როგორ შეიძლება? გამარჯობათ. როგორ რაშია საქმე? სახელოს მოვსიე და ხელში შემცა. ესენი? ამით ჩვენ პლასტმასის ქარხანა გვამარაგებს. არა, მე უჩვენებ სადაც ჯერან. რასოშია პლასტმასის ქარხანა? კაის რომოსვა? როგორ გეკადრებათ? რასინდი სიტყვით ამგვარავებს? ჩვენ არ ვყიდით, ჩვენ მხოლოდ ვაკეთებ და სხვები ყიდიან. აი სწორედ მათ გამომგზავნეს თქვენთან. გავო. რას გავს ეს? უჯრები არ იღება. თანერა აძვრა. სატოლიკი როგორც კი ჩავწეკით და ჩაწყდა. არა, ჩვენ საერთოდ დასაწყე. რა? და ხატული შესანიშნავია, დიდებულია. ხოლო სინამდვილეში როგორია მათი ხარისხი? არის. დღესაც საქში აღელდება ეს ჩემთვის საზიათო. მე გიჩვენ. აი ყურადღება, კაი ხელოსანი. და ვაკვირაში ყველაფერს წესში მოიყვანს. დაცინო არ იყოს აქ. გაიძულოთ რომ ფული დამიბრუნოთ. თქვენ კარგად იცით, გაგებულ საკონელს უკან აღახებულობენ. ამას ჩვენ ვახავთ. მინის თანგიციურა ვით. ყველასე ვიხება. ვით. მიბდარ. გისმენ? გამარჯობა. დიახ. საერთოდ გისმენ? ავეჯი უნდა ჩაგვაბაროს? ბოდიში, ბოდიში. თქვენი გვარი? ამას არ აქვს მნიშვნელობა. დიახ, ის ეხლა ჩემთან არის. რასაურის თქვენდადისაა. რეკაგიადალიანია. ხათიტა გასაგიჟებელი ადამიანია. იბადა. ყველაფერს გავაკეთე. დარწმუნებული ძალებოდეთ რომ მე მას არ ვაწყენე. არა. გავაკეთე. Tăte. Kibat. Kisi. Kibat. Kararsan. Tăte. Kargi katsya ჩვენი მინისტრი. მით მით არ ვეწევი. როგორ ვიღაცა? არ ვეწევი ბატონო. აგისმენთ? სასაბოთ გამზადეთ მიმართვა. დიახ. ავეჯის მაღაზიის დირექტორის სახელზე. დიახ. მიიღონ ავეჯი და დაუბრუნონ ფული მოქალაქე. ფული არა საჭირო. ამის წარმომდგენს? ამის წარმომდგენს. გასაგებია. სასწრაფოდ. კი ბატონო. გმადლობთ ბატონო. დიდი მადლობელი გახლავართ ბატონო. დავზაიდე. იქ მოვიცნი. აი ეს უსუხები. შენ
Hallo. Ჭიჭიკო. გამარჯობა. შენთან მოაჩემ მომართით ერთი მოქალაქე. მიიღებ მისგან ავეც და დაუბრუნე ფულს. არა. მიიც ბრძანა. ჰა? მინისტრი მოხსნეს? გუშინ საღამოს. მოიცა მოხსნეს ბიჭო თუ გადიყვანეს. ჰა? მოხსნეს. ძალიან კარგად იყავი ჭიჭიკო. ნახვამდის. ინდებით გადაეცით მოქალაქეს. რომ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. და საერთოდ არავინ არ შემოუშვა. დიახ, გასაგებია. არავინ. გასაგებია. Keto გამარჯობა. მოეცა გოგო. ზურაბ თავი დამანებდა. ყურიდან თავი დამანებდა. ჩვენ შორის ყველაფერი გათავებული. აბარო იცი რა გაუკეთებია ელენეს დახეულა ახლები აიღეს მე რომ გავთხოვდი სანდროს მხოლოდ ერთი ხელი ლოგინიებადა მაგრამ ამ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა მაგარ დიდი ჭკუ არ უნდა რას არ უნდა ჭკუ აბარო უშენოდაც კარგად ვიცი რომ ახლები უნდა ავიღო, მაგრამ რომლები? ღმერთო ჩემო, რომლებიც გინდა? გაუღე. ინედეთ. ინედეთ. ვისგან არის? ვისგან იქნება? როგორ უყად სანდრო თანამშრომლებს? ვის არ შეაყვარებს თავს? ჩემი არ იყოს პირველად დავინახე თუ არა? რა შუაში აქ სიყვარული? ისინი თავიანთ საქმეებს ჩახავენ. რაო? ბარო! ბარო! როცა არ უნდა არის?
შეკლა დაგვიწყებია. სხვის სახოც მოცემა. იძულებული გაქვთ გასული ყავდან ერთიდან. ღმერთო ჩემო. სულ არ გქონია გემოვნება. დაო, რა არ მოგწონს? სხვის სახოცი? ხვის სახოცი? დაიესეს. ხო, ეს ხომ უოქროა? დიახ. ბოლოს და ბოლოს მე რიჩის მუშაობ ამას. ჩემ შვილს საჩუქარი ვერ მოუტანო? ლიანა! ლიანა! ბოდი ჩემთან. ჩემი შვილი. ჩემი ვოხო. აი შეშვილი. მადლობა. ლიანა ხომ ჯერ ბავშვია? ბავშვია? ჟან-ჟაკ რუსოს 3 წლის განებივრებული ბავშვი მიუყვანეს. რუსომ თქვა, რომ მისი გამოსწორება უკვე გვიანაო. და ასე თუ ვიცებს საბავშვო ბაგის გამგებად ნიშნავენ. იმას ალბათ მაგარენგოთან ეკრება დაგიწყო. არა, სანდრი, ის ხომ კმარა! კმარა! მე ვიცი რა თქმა. შენ არ იცი ჟან-ჟაკ რუსო? მასე უკვე თვითიდან უგამიწყალებული შენი სიცოცხლე. ეს რა არის? ეგა მოგიტანეს, მაგრამ არ ვიცი ვისგანაა. სინდისა. მოთქვას კლავიანის გამოგზანა გამიბედა, ხო? მე რაკას დაგითხრა სულ და სანახა. დაიქედა. კუდი მომიტანე. კუდი. ხო. სანდრი, ელენე სოინედი გაიგე? კუდი მომიტანე. ახლა მიჩურინს ერთი უეკლოვარზე მაინც ეთიქრა. 50 წლის ქალმა მაგრატელი. პლასტიკური ოპერაცია გაიგენა. ხვირი დაიმოკლა და მაგრატელი მომიტანე. ახლავე. და სახის კანი გაიჭიმა. ნედა ვიცოდე ვის აწონებს თან. მაგრატელი. ა? მაგრატელი. ა? პაგის მაგრატელი. პაგი! რა გაყოლებს? ჯობია შენ პამიდორებს მიხედო. დას. ხოხი მომიტანე. ეხლა. აი. აჰა. აჰა. შეხედე. ხუთი ძირი დამჭირა რა უკვე. დაიღო ბაჩემ პამიდორები. ხედა? ეგ თხუნელა. ვიდრე ყველაფერს არ დააზიანებს, არ მოშორდება. ბარო! ეს პირდაპირ აღმაშფოთებელია. დიდსა და კულტურულ ხალხში თავისუფლად ათარიღებენ თხუნელები. რა თქმა უნდა თხუნელა. თუ არ მოსმეთ ყველაფერს დააღუპავს. მაგრამ როგორ მოსვა? სულ უბრალოდ. ჩემი სიმამრი თვითონ იჭერს. როგორ? თოხი მომეცით? როგორც კი მიწა ამობურთვას დაიწყებს, დაკრავს იმ ადგილზე და მიწასთან ერთად თხუნელასაც ამოაგდებს. კარგია. გასაგებია. მაგალა ხომ წესრიგია? ყველაფერი რიგზია. უკვე ამოძრადა. ჯერ სად არის? სანდრი. რას ჭერ? თხუნელას. რა არის თხუნელა? თხუნელა? ხო. თხუნელა. ხმირებადები. აჰა. შენ გიჩვენე. როგორ უნდა ჩემ ფესვების ზრნა? თქვენ ვინიდათ? თქვენ პატივცემულო. მაბადიეთ რომ სახლში მოგაკითხეთ, მაგრამ ხომ არ ვწდებით.
არა, როგორ გეკადრე? გაგინათ, რა? თქვენ მე მღუპავთ პატივცემულო. როდესაც მწამებთ გაუმართლებელ ოპტიმიზმს, გადაჭარბებულ გულწრფელობას და ზედმეტ ალტრუიზმს. აგი გითხარით გეშლებათ. ის აქედან მესამე სახლში ცხოვრობს. სხვა ჩემს ადგილას ამდენხანს შეიშლებოდა პატივცემულო. აგერ იქ ცხოვრობს ის ფსიქიატრი, რომელსაც თქვენ ეძებთ. მე ფსიქიატრი არ მჭირდება პატივცემულო. ის სამოწავდა. ვინ? აქ არავინ არ არის? აბლა განზეული ხარ. არა. თქვენ ის დაახეთ. დაიცა. აკაიზე. სტარტ და გავათა. აკაიზე თოხითორა ვიყვირებ. როგორც ყოველთვის ფსიქიატრის პაციენტი ჩვენთან მოვიდა. პატივცემულო, მე დახასიათებისათვის მოვედი. დახასიათება საიქრო. სანდრო მოეშმაკ თხუნელას ნერვებს ნუიშლით. შეგიძლიათ თხუნელას ვიწოდოთ, მაგრამ თხუნელასაც აქვს უფლება თავისი პროფილით იმუშაოს. შეშლთან და ვარ შეიძლება დათანხმდი. დიახ, რა თქმა უნდა. თითოეულ მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში აქვს შრომისა და დასვენების უფლება. აი ეხლა თქვენ დასვენება გესაჭიროება. პროფესორთან სანატორიუმში. დიახ, იქ. მე უკვე დავიყალე ამდენი დასვენებით. ხოლო იდიოტი თუ მიიღებს ადამიანს სამსახურში ასეთი დახასიათებით. აი გაუმართლებელი ოპტიმიზმი, გადაჭარბებული გულწრფელობა და ზედმეტი ალტრუიზმი. რა ბიჭო ალტრუიზმი? მომეცი? მართალი აქვს ჩემ ხელმოწერა. სანდრიკ. ხო, აი. აბასაიდან მეხსოვნება. ჩემი აპარატის ყველა მუშაკი. მე კი თქვენგან იმიტომ წავედი რომ მექანიზატორებთან მოწყობილიყავ. სანდრიკ, გეთახვა, გულწრფელობის, ოპტიმიზმის და ალტრუიზმის ნაცვლად ჩაუწერე სიფხიზლე, პესიმიზმი, ეგოიზმი, გემუდარები. ნუ დაღუპავ ადამიანს. როდესაც მე საქმეზე ვლაპარაკობ, შენ ვერევი. მომშორდი. კარგი. მივდივარ. ნეტავინასქა რომ ადამიანები სოციალური არსება არიანო. კეთილი ადამიანი ყოფილა თქვენი მეუღლე. რა მალე მიხვდა ყველაფერს. ჩემი უბედურება სწორედ იმაში, რომ ყველაფრის გაგებას ვтиრებ. მე კეთილო. კეთილო. ანიკო შენ არის? დავიჯერო რომ მარტო ანიკოს დახვაგინდა. და სხვა არ არის. მაგრამ თქვენ ახლა არ გწარიეთ? გამოიარე სამსახურს და გაიგეთ. გმადლობთ. გმადლობთ. დად. გავიგე ხალაგარეთ ხოთხარ დასუის საქეიფო. ვინ გახდათ? თქვენზე უფრო გამბედავი ადამიანი. პატივცემულო. როდის გამოდიაროთ? გამოიარე ზე ვაშახა. გმადლობთ. ზე. გმადლობთ. ვაშასე. კეთილო. დღეს აღმოს ხალაგარეთ გავისეირნოთ. ქალაგარეთ რატო? აქ მაწამებენ, ანჯავენ, იქ ჩვენ ვივახშნეთ, დროს გავატარებთ. გამარჯობა ბარო. მადრა საკეთე. მაღლა ამოდი. ანიკოს ცხოვრეს. ვაშასე კეთილო. დღეს აღმოს ცხეთაში მივდივარ. მოდის ისე. დაიყო. თქვენ დივანს ხომ გააფრთხილებთ რომ შემომიშვას? დამლაგებიდან ინსტანტზე ყველას გავაფრთხილებ. არც კი ვიცი. აი არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ნახვამდის. მადლობთ. სადიც. ნახვამდის. ვუნი სადიც. არ გამაგიჟო. დღეს რასაზე უნივერ მაგდალი.
ასეთი იმედი გაქვს საკუთარი თავის და არავისი არ გეშლია. არავის. არა, გამარჯობა. გამარჯობა. მეგობრებო, რა კარგია რომ მოხვედი. კეთო, გაიგე ერენეს რა გაუკეთებია. დედიკო, მე კინოში მივდივარ. გამარჯობა. გამარჯობა. რა ლაბაზია. ირდები რა ანგელოზია. მე დავედი. ეთი გამაგებინე, რატომ უშვებ შენ შვილს მარტოს კინოში? შენ თვითონ არ გაუსვი? და მე ბავშვი ხომ აღარ არის, სტუდენტია უკვე. ნუ გეშინიათ, სახლამდე მოაცილე. ვინის? ერთი ახალგაზრდა, ულვაშებიანი. სადაა ულვაშებიანი? აი, ანა, დედა ხარ, დედა. არის რა შედის შენ ქარიშ? მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიანა ცუც არაფერს არ ჩაიდეს. არ. შეიყვარეს ვიღაცა ულვაშებიანი იდიოტს. საკვირაში ჩვენთავს გადააყალეს. სანდრი, შენ ულვაშებიანი არიყავი, როცა მე შეგიყვარე. მე როდის ვიყავი დიადი? შეხერე. ასე თახმებს აქვს? ზურაბი კარგი ოჯახის შვილია. ლიანამ გამაწვა იმ დღეს ოპერაში. და შენ ის მოხდა? ლიანას მგონი მოსწონს. მე რატომ არ მითხარი? რის შესახებ? ამ ოპერის შესახებ. ანიკო გენესალე წავედი. ძალიან მომენატრე და იმიტომ შემოვიდნენ. მე ჩქარება საღამოს 8 საათზე პანაშვიდზე მივდივარ. ვინ მოკვდა მე ვიცნობ, იქნებ მეც წამოვიდე. არა, შენ არ იცი. ესი ხანში შესული კაცია. ხო მართლა. რომელ უნივერმაღში იყიდება ის ინგლისური საკოსტიუმე? უნივერმაღი ქალაქში ბევრია. აი, ცენტრალური უნივერმაღი. იყიდება ის შლაპები. რომელი შლაპა? სანდრიკ საკოსტიუმეს გეკითხება. კოსტიუმ შლაპა არ უნდა? აბა ნახავდი, ანიკო. კეთო. ოპერა. ოპერა? ხა. სულამაზა. დღეს საღამოს 8 საათზე რაიკომში ვარ, თათრიძე გამოძახებული. დასწრებულს. შეფათებიდან აღარ მასვენებ. ბაროს უთხარი აბაზანა გაახუროს. მე 1 საათი წავიძინე. კი, მაგრამ გააკეთე ის რასაც გაუგლები. ბარო. აბაზანა გაახურე. ხუნელა. წერების ოჯახიდან. არა, წერიჭამიერის. სუსტად განვითარებული თვალებით. თათები მომარჯვებული აქვს. თათები მომარჯვებული აქვს. Margalito delia, certo discipuli cada melia, garesia, ciore vingeria, abalderi, uodelia delia, camo casini pisoficeria, exo felicenia de seria, sangreria, di giugiuledia. Moditore, quali che baviani. Cito grito Margalito delia, cerco di scibulica da melia, care cavolo.
ენაცვალე ქართულ მწვადებს ვრია საქართველოს სიყვარულში ასი დავითლია საქართველოს სიყვარულში ასი დავითლია ვინც არის შენოდამადლი ილერიულ მიზი მან არის ის დროს დარება არც ვინის მაიცი მან არის ის დროს დარება არც ვინის მაიცი არამსადა რა მოხდა ზურა დაინახეთ ხედავთ ვინ არის იმ მოხუცკაცთან ვინ არის ქეთო ეს არის შენი ქეთო რას მირთვეთ ბატონო სვანილი ხველი ძიძი კანიაკი და შამპანიურია რა გამწუში ოჩახ ზურა ეხლა მე მაგათ ვორივე ზურა გამჩიდი ზურა აი ჩადიო ზურა გაუში კაცო გაუში კაცო შემად თითქოს არაფერი არ მოხდა გაიგინე გაიცინე მაგალითი ჩემგან აიღე გაიცინე ой ჩემო როგორ გავზრიშა მე თქვენ ხელი ჩამალე და მაგაიდან აღარ მომშვით შეიძლება ის ცოცხალი იყო და მე თქვენ აღავით მანქანა რომ გიჟივით გააკან ახლა თუ მე ყოფილი ვარ დამნაშავე ჩვენ ერთად ვიყავით და დამნაშავე მოთავენი არა მანქანა თქვენ მართავით თქვენ გაცილეთ და დამნაშავე თქვენ თქვენ მიარაფერს ვაში თქვენ ახლა მე თქვენზე გარდა მე რა სოჭი მოდი скайცი კაიცი რითიმ ჯობი ახლა მე მოხუცი გაც რითიმ ჯობია მეთქი რითიმ ჯობია უთხარ რა რითი ჯობია მორჩიო ნუაგიზიანებ რა ეგ ვარ მოხდე გენცელე ბიანგარიში რა იდებით ესი დაბლოზე შეგენაცვალე არა რასავ გადეთ ირთი გენცვლე ველი სადღეძელო იყოს ხურდა ბაბა ალო არა ეხლა თქვენ გონიათ რომ მე მარტო ეგოგო ხა ასეთი მე ამიტა დამტული მე ისეთი გოგო მყავს გულში ციცინათელები შემოფრენა ხარ თელი ჩემი სიყვარული ჩემი დარდი ხარ საში ხარ თუ მელოდი ხარ მაი ჩემი ხარ აბა როგორ რომ ვერო ამ ჩემ გუდმანია ამ ჩემ გუდლამად გოგო გაბუდუ დარდია ამ чем гогос ამ чем гогос ламаз гогос ай габуту дардио май чеми гогона чеми дардихо ахло загар мегари шор шор загари ага да Savar dvegarebi, shor shor dvegarebi khon. Toto mara, padre.
მოდიში ბატონო, გასარესხად ვივეჭით, ხვალ ჩამოვკიდებთ. ის სიძილის ხვალ დილით იქნება მზად? ა? სულად თქვა ზაკი, რა. აბა ეხლა ნახე რომ ის საათია. აიცრა. მე? ახლა ვამზავს ბატონო. ჩვენ აქ ნახარდი რა საძმოვები. აი ეს დაგვიმოსწრებს რომ ჩვენაც ნახევარს აკრხავთ. ის კაცი კი მაქალა მასცადზე გაიტანა. გესმის? ჰა? მე აღარ შემიძლია უნდა დავიდე. აი ხა? კლაქსები ჩაკეტე და ყველა მაქანებს სინჯა. უნდა დავიცადოთ. აი. დაგვიწყოთ. არა. არა. აი, დალია. დალია. მეშინია. მანქანა სისხლი გადაჩამორეცხე? კარგად. მაგრამ მე შარვალი დამეშორა ზუსტად საკუთარი. აი, სინძილი ბატონო, მიერთი. მოიძენ. და რა გასუკლება ბატონო დათოვე? ალო. ამხანაგ უფროსო. მოგახსნებთ ლეიტენანტი ბერიძე. 19 კილომეტრზე მოსახლეობთან აღმოჩენილია სისხლის დიდი გუბე. ასფალტზე ძლიერი დამუხრუჭების კვალია. გვამი კი ვერ აღმოაჩინეთ. გაუჩინარდა. დიახ, ვეძებ. ბუჩქებში ვიპოვეთ გაწისხლიანებული ქურთუკი და ქუდი. გასრავად, პატიცემული სანდრო სახლშია? არა, ჯერ არ მოსულა. მოვდანდით. მალე მოვა. მადლობ. გუშინ წინ მამაცემ თქვენი მოკლა უნდოდა? თოხი რომ მომიღერა. შეგეშინდა? დიახ. უბრალოდ დამენანა რომ ჩემთან ერთად ჩემი პროექტის დაიღუპებოდა. მე კი ჯერ იმდენი რამე მაქვს შესასწავლი. იცით რა? მე თქვენ მომწონ ხართ. მეც მომწონ ხართ. აი, დაგინახეთ თუ არა სად გინდა სწავლა? მექანიზატორობა მინდა. თან უნდა ვიმუშაო, ფული უნდა ვიშოვო. ფული. საერთო სენი. ყმაწვილო, თქვენ სასახლში ჩვენ სულ სხვა რამეზე. დედიკო, შენ არ იცი რა შეასაქმე. სწავლა უნდა და საკუთარი პროექტიც გქონია. ფულის შოვნის პროექტი? არა, პატივცემულო. აი, თაწმინდას ხომ ხედავთ? ახლა თაწმინდის გამწვანებაზე ასობით ადამიანი მუშაობს. მაგრამ მიწის ბუნებრივი მონაყარი 2 სანტიმეტრამდე რომ ავიდეს, ამისათვის მთელი საუკუნეა საჭირო. ჩემი პროექტით კი თაწმინდას 1 წელიწადში მიწის სქელი ფენით დავფარა. როგორ? ჩემ მტკვარზე დავდგავთ მიწა ამწოებს და ლამს მილებით მთაზე ავკაჩავთ. კი, მაგრამ ხომ ჩამოიღვრება? დიახ, ეს იოლის საქმე როდია. იქ შემაჩერებელი ჯებირები, ფილტრები გაკეთდება. შემდეგ დავდგავთ მცენარეებს, რომელთა ფესვებით მიწის ნიადაგს გაამაგრებენ. მართლა საინტერესო. რამანი. სანდრიკ. რატაც ვიღად იმართად. რა მოხდა? გამარჯობა, თაცემულო. ძალიან თოთ მომიტევოთ. საქმეებზე საფსახურში უნდა მინახულოთ. დღესაც თქვენმა მდივანმა არ შემომიშვა. შაბათს კი დამბირდით რომ გამარჯობა. გარაჟის გასაღები მინდა. მანქანა უნდა შევამოწმო.
აი, ტეგდათვალიერებასაც ხადები. მე შეშუება მოგეცი. საკითხი ამოძრულია. შინ მე არ მუშაობ, ბაძილო. შინ მე ვისვენებ. დაგძანდით? რა გული გააწყალი ამ შენ დაგძანდი. მე შალიკოს ველოდები, აბაზანა შონკანი გაფუჭდა. დადი. დადი. რა გნებავთ? პატიცემულო. რა გნებავთ? პატიცემულო მე თქვენთვის არ ამცალია. გამოიერეთ ორი დილის შენ. აღარ შემიძლია ამდენი ლოდი. რავო? თქვენ რომ იცოდეთ ჩემი მდგომარეობა? რა მდგომარეობა? შენ აიცი რა მდგომარეობები არსებობს? სანდრო. გამოიერეთ კაიკეთ. აუცილებლად კაიკეთ, ბაძილა. ყოველთვის გარეშე კაიკეთ. აუცილებლად. რა არის ეს? ყოველთვის გარეშე. სანდრო. შარდი. აუცილებლად კაიკეთ. სანდრო. შარდი. მე გთხოვთ, პატიცემულო. მიდაი. სანდრო. შარდი. ივარ? არაფერია. ურამდენი სისხლია. ბევრი სისხლი იქ იყო გზა. ივარ? არაფერია. ურამდენი სისხლია. ბევრი სისხლი იქ იყო გზაზე. სანდრიკ. გაიგი საიდუმლო მკვლელობის ამბავი. ცხეთის გზაზე რომ მომხდარა. არა. შაბათ უამდებ. შაბათ ხამეს მილიციას გზაზე სისხლის გუბე შეუმჩნევია. იქვე ბუჩქებში გასისხლიანებული პიჯაკი და ქუდი აღმოუჩენიათ. გვამი კი უყვალოდ გამქრალა. ალბათ ვინმე უსინიდისო მანქანის გაიტანა და გვამი მსახში გადააყო. არა, ისო ხო? ამბობენ რომაო. ამბობენ რომაო. ყურელის კვალს მიაგნეს. აჰა. პას მიაგნეს. 24 საათი დაიჭერენო. ახალი კანონების მიხედვით კი რა თქმა უნდა დახრეთეთ. დახრედა ცოტა, უნდა ჩამოახჭო. შვედიაზია. გილიოტინა კი უფრო რომანტიულია. ის მაგდა დაუგია შენ რომანტიკა. თუ არ შეგიძლია ხოლმე ლაპარაკო. ოჰ, სანდრიკ. კინაღამ დამავიწყდა. ბაზარში რომ მივდიოდი, თეთრს გაუვარე. სადღაც წასულა და როგორც თეთრობა დიდი ხნით, ბარგიც თან წაუღია. აი თესა. რა ვულგარული გამოთქმა, როგორ არ აქვს ხენია. შენ საერთოდ გიყვარდა კეთოსთან ხუმრობა. შენი მეგობარია. ამიედან გიგდალა ვინ ხალბატონთა ყოველგვარ მეგობრობას. როგორ? იმის ფეხი არ ნახო აქ. სანდრიკ. არა. რა დაგემართა? არაფერი. არაფერი. გარაჟის გასაღები მინდა. რა გასაღები? ეს ხომ ჩემი გასაღებია, ჩემი გარაჟის, ჩემი მანქანის. მე შენ მოგეცი შვებულება. კი, მაგრამ ალი დაისვენე და კი, მაგრამ ტეგდათვალიერება. მერე ასეთი ნაპენკით გამუშავე. ხომ შეიძლება სისხლი მოგეცი? მე 38 მქონდა სიცხე, მაგრამ მაინც მუშაობდი. ეს რევიზიის დროს იყო მაშინ მე სკოლა სიცხე. კი, მაგრამ აშავა. აბიჯე მასალე. დაისვენე და რა ვქნა კაცო? ბავშვი. ვაშ, პლეს. 24 საათი დაიჭერენ. დაიღუპე. დამიჭერე. შეიძლება კიდეც ამიშვილება რა? ვინ დამეხმარება? ვინ? არავის. ახლა ლიანას კითი საჩვენებელი გახდება როგორც პლეჯიშვილი. კეთა, უი კეთა, ვაი კეთა. სანდრო. ხომ არაფერი შეგეთქვა. ვის მე? ჩემი საქმეები დიდებულად მიდის. რაც რაიკონში გამოგიძახეს რაღაც უცნაური ხარ. რომელი რაიკონში? სანდრო. შენ ხომ ჩემი უთხარი შეცვალოს. ნუ გეშინია. იქნებ რა მეგიშვება. არა. ახლა ვერანინ ვერაფერს ვერ მიშველს. არაფერია? არაფერი. ში. ეკაცები რეკას. შინბოშ. კაცავდა. კაცავდა ყველაფერი. პარო. უთხარი რომ არა ვარ სახში. უთხარი რომ მეტასვი ვარ. სად? ადიქი. ადიქი შედი სახში. სახში შედი.
შემობრძანეთ, სახშია. მამოთ. ლიანა, სადაა? ის მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა. რატომ თქვენობით? გამარჯობა. საკარ დროს მოხვედი. სწორედ მამა შინ არის გაგაცნობ. საკარგი სახლი. მამა დღეს ცოტა უხასიათოდ არის. ეს კარმიდამო მარტო თქვენია. რა თქმა უნდა. საერთოდ მამა კარგი კაცია. აი ეს რა არის? გარაჟია. ზურაბ. მე ისე მინდა რომ მამა მოგეწონოს. დარწმუნებული იყავი რომ მამა შენი მომეწონება. ხილად. რამდენი ხანია ჩვენ ერთმანეთი არ ვინახავს, ლიანა? შაბათს რატომ არ მოხვედი? კინოსთან იმდენ ხანს გელოდე. მე მცხეთაში ვიყავი. საქმე. და ისე გვიან დავბრუნდი რომ. შემთხვევით ხომარდალია. რას ამბობ, ლიანა? მე საერთოდ არ ავსვამ. სიმართლეს მეუბნები? გითხრა სიმართლე. ხოლოდე გამისურს. მე შენ ძალიან მიყვარს. მე კი მეცადინეობაც ვერ შევთელი. აზრები მეფანტებოდა. და თუმცა შინჯდომა არ მიყვარს, ფეხი არსად გამიდგამს. მე კი მეგონა რომ შინჯდომა გიყვარდა. იცი რა? როგორ გითხრა? ირგვლივ ისეთი საინტერესო ცხოვრება. ყოველდღე რაღაც ახალი, არ ნახული ამბები ხდება. შინ კი ნეტავი მალე დავამთავრო ინსტიტუტი და წავიდე იმ წამწარ სამყაროში. რას? ამ შესანიშნავ სახლიდან გინდა წახვიდე? ხო. ამის გაგება ძნელია. ზურაბ, მე ცოტათი გამართო იმან. ის ათვალებიანი მაწველი რომ მოვიდა. რისთვის მოგე, ვინ არის? არ ვიცი. ჩვენ მას უბრალოდ ადამიანი დავარ. ძალიან ისეთი სიმპათიურია. ზურაბ, შენ ვერ გამიგე. მე სხვანაირად მომწონს. შენი სრულებით არ აკავს. ნეტავი ვიცოდი ასე რითი მოგხიბლა. თავის პროექტი. თაცმინდაზე ლამი მილებით უნდა აიტანოს და იქ შეაჩეროს. რითი? რაღაც ფილტრებით. ფილტრები მას თვითონ აკლია ტვინში. ზურაბ, არ მომწონს შენი კილო. იცი რა კარგია, როცა ადამიანი ოცნება. ოცნებობს. ის მხოლოდ იმისათვის ოცნებობს, რომ ყურადღება მიიპყროს. ეს კი ახალი ფორმაა მეშჩანობის. როგორ თუ მეშჩანობის? იმის მაგივრად, რომ წყნარად, მშვიდად იცხოვროს. ალბათ მოსვენებას არავის არ აძლევს თავის სულელური გამოგონებებით. ცუდად გესმის. მეშჩანობას არაფერი აქვს საერთო მოუსვენრობასთან, ძიებასთან. მეშჩანობა სწორედ ის არის, რასაც შენ ქადაგებ. თავისთვის მშვიდად იცხოვრო. შენ ვერ გამიგე, ლიანა? ძალიან კარგადაც გაგიგე. ია. თავიდანვე. მოიცა, ლიანა. გაბრაზდება შენ უფრო გალამაზ. თავიდანვე. ლიანა. ლიანა. მამა. მამა უნდა გაგაცნო. არა, კარგი. მამიკო. რა? რა ის? გაიცანი. ეს ზურაბია. თქვენ შესახებ ანუ არა იანამ ის ციფრის დაბდანი. მადლობ. დაბდანი. მადლობ. ჩვენ მგონი სადღაც შევხედი ვართ ერთმანეთს, ა? დიახ. ალბათ საჯარო ბიბლიოთეკაში. შესაძლებელია. მაშ მეგობრობთ არა? დიახ. თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ. მე? თავარია ლიანა. მე შეიძლება ხვალ მოკდა. რას ამბობ, მამიკო? დიახ, აი ეს ქონება, აი ეს სახლი, აი ეს ბაღი. ყველაფერი წარმავალი. რა დაგემართა? რა ხასიათზე ხარ დღეს? რას ბრძანა? მთავარია თქვენი ჯანმრთელობა. მატერიალური მხარე კი არაფერი. მე ლიანა თავს მიჩენია.
და მინდა ცხოვრებაში ისეთი მეგობარი იყოს, რომელსაც რაც არ უნდა მოუხდეს, მისი ერთგული და მოსიყვარული დარჩება. რა თქმა უნდა, სიყვარული სხვანაირად წარმოუდგენელი. თქვენ ახალგაზრდები იოლად უყურებთ სიყვარულს. სხვათა შორის ეს ხანში შესულებსაც ემართებათ. კი, მაგრამ ყველა ახალგაზრდა ერთნაირი ხომ არ არის? არიან ისეთებიც, რომლებსაც შეგიძლიათ ყოველნაირად დაენიშნოთ. რა საკვირველია. ხომ ეს ხას? მამიკ. ზურაბ, გამარჯობა. 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 დაბრძანდით. მამა. დაბრძანდით. ბახის კონცერტი მოგეწონათ? დიახ, თუმცა ცოტა მოსაბეზრებელი იყო. მე უფრო ოპტიმისტური მუსიკა მიყვარს, მაგალითად ჯაზი. ბადური. ხო, რა თქმა უნდა, დიდ ბახს ყველა ვერ გაიგებს. მამა თქვენი სად მუშაობს? მამაჩი. დიახ. დირექტორი. დედა. როდესაც გენებოთ, ერთხელ კიდევ გამოიარეთ. სანდრიკ თავს როგორ აგაცნობ? მადლობა. ნახვამდის? ნახვამდის. ჭიშკარი გასაღების უნდა ეკეთოს, გესმის? კარგი. დედა, ზურაბი შენ თითქმის გააგდე. ბახი არ უყვარს შულა და შენ სიყვარულს როგორ ხარ შეძლებ? მე ხომ ბახი არა. თქვენ ორივეს გინდოდათ თითი გაგდება. ისწრები. მის მაგრას რომ ჭიშკარი ჩაგედონ, ბახზე გამათობენ, ბახი. არ რაფო ისეთი აქ. ღმერთო, ვერაფრით ამ კაცის გული ვერ მოვიგე. Jan. Jan. Şera. Ra. Ra. Şera tonti. Ra ton. Como era de gai? Ha? Devriram. Me mama sunala ra. Tam gamaneben. Marto davrci. Marto. Sandro. Რა? Sandro. მე ყველაფერს ახდები. რა? შარვალი გაგივიღე. აი ხომ სხვა არაფერს. რა სიტუაცია? შენ სკლეროზი გაქვს. ვირაგორი ვარ მე შენ? ჰა? შედი სახში. სახში შედი ბიჭო. დაიმალე. კაცავდა. დინაგნებავთ. ეს ფერი საქმე არა. აღეთ კარები. წასულია. ისაკ არ გახლავთ. ფსიქიატრი წასულია. ასე გეტყვაში ოჯახ ხო? ღმერთო ჩემო. ან ყველა გადარეულა, ან და მარტო მე. იგი მინამა? სანდრო, ეს როგორ დაგემართი? არ ვიცი, ნუ მეკითხები. არ ვიცი. ყველაფერს, მაგრამ შენ ამას არ მოველოდე. იქნებ ჯობს მილიციაში გამოცხადე. არა. ეხლა უკვე გვიანას ისკის ქვია. ვარო. მიშველე. რომ შეიძლებოდეს შენს მაგინათ მე ჩავჭიდებოდი ჩემო პატარა. უნდა გავიცი, რასად? ჩემთან. თეკლისთან. მაგრამ გადაისკი შველი. შენ დასტა, ხო? თეკლისთან. ხოლოდ არც ერთი სიტყვა არ ძალად. არც ლიანად.
გააჩერე. გააჩერე. გმურს მიგზავნიან დროებით მარმარილოს კარიერიდან. გუგულები უდრობს ხის ბუდეში უყვართ კვერცხის დადება. კარგი ერთი. შენ ოღონდ სხვაზე ცუდი გათქმეინონდა. შენ ვიღაცა გისახლე. რა ვიცი. მთელი ღამეები ხაზავს რაღაცას. ინჟინერია. ვინც უნდა იყოს ოღონდ ფული დროზე გადაიხადოს და ნაკლები შუქი დახარჯოს. ეს ფული ესე ძალიან რამ შეგაყვარა. აბა ფული ვის არ უყვარსა? გააკლი არა მე. მე რა, სხვათა ნაკლები გონი ვარ. განაერიცი რომ ჩვენ სოფელში უკვე სამაიკი და პიანინო. სხვის სახლებიდან უსმინო როგორ უკრამენ. ახლა ჩემი სახლიდანაც მოისმინა და ჩემი შაშური. შესაშურებელი რა არ? მე სხვა საქმეზე მინდა მოგელაპარაკო. ო, ხედავ, წვიმასაბი. მე რა, ჩემ ფერმას ვერაფერს დააკლებს. ჩემმა ქმარმა შემოგითვალა ამაღამ შენი ბრიგადა დაგვახმარება. ნათიბი დროზე თუ არ დავდგი, ძვინებად ჩაგვილზე. მერე დადგით რა ვინ გიშლით? ღამე მარტონი ვერაუავ. ღამე რა მომუშავებს ადამიანო? ღამე ღმერთს და სასვენებლად მოუწია. მოიცა. როგორ აგონია პიანინოს შოვნა ადვილია? ადვილი რომ ყოფილიყო აქამდე ვექნებოდა. გინდა გიშოვნო პიანინო. არე მართლა. ჩემდა ვაროს ხომ იცნო? ხო. იმის გაზრდილი სანდრო ქორიძე ამ ვაჭრობის უფროსი. ის მე უარს არაფერზე არ მე. ოღონდ ეგ საქმე მომიგვარეთ ეკლედეი. შენის გულისთვის სულს არ დავიშურე. ამაღამ დაგვეხმარები შენი ბრიგადა. რატომაც არა? მუშაობა ღამეა კარგი, ოღონდ არ კი მომაწყ. დადი ჩქარა შენი ბრიგადა. ხო. გამარჯობა. ვერ მიცანი? ა? ხო. შემოიჭირი. როგორ მოდიხი ხარ? ამ შორის რამ ჩამოგიყვანა? შევიდეთ სახლში შევიდეთ. სხვა? სად არიან შენი ქმარი, ბავშვი? კაში. სატიფში არიან სამივე. შენიანები როგორ გადის? შენი სახისფერი რაღაც არ მომწონს. სანდრო, ავად ხომ არ იყავი? არა ის. მე ვიგების. ვარომ არა იქნება მის შენთან ამოსულიყავი დასასვენებლად. აქ, სულთაეს. თქვი რა მოხდა? არა.
სულთან? სულთან? ხო. სულთან. შენ რა? ანასაწყენინე? იქნებ ვინმე ახალგაზრდა გაიჩინე. მიყვარს მეანა და არ მინდა მაგ საქმეში დაგეხმარო. შობია უკანვე დაბრუნდე. შენ ხომ არ იცი? მე არაფერს შენ აღარ დამნაშე. მაშვინა? ანა? ანა. ანა, შენ გიღალატა? მიღალატ. აი ახლა ხომ შემიძლია დარჩი? არა. არა მჯერა. ვერ დავიჯერებ მაგას. აქამდე არც მომჯეროდა, მაგრამ საუბედუროთ ეს ასი. კარგი. ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. შევინდებამდე უნდა მოვასწრო სათიფში ასვლა. კარადაში პურია, ყველი, კარაქი, ჟიპიტაური. ხვალდილას დავბრუნდები და შენ საყვარელ ხინკალსაც გაგიკეთებ. მალუჩი. მალ. ძილით კი სადაც გინდა იქ დაიძინე. აბა, კარგად იყავი. მივედი. სადამდე? საკუთარ ცოლით კი გავიბედე. მაშინ რა უნდა მეხთა თუ სხვა გამოსავალი არ გქონდა? არის გამოსავალი. შევწია. არა. თქვენ აქ რა გინდათ? გამოგზავნილი ხარ? დიახ. მე? იკისეთ ასეთ უჩრენი საქმე, ხო? რა ბრძანეთ? მე აქ მარმარილოს კარიერებზე აღმრით ცხოველად ვარ გამოგზავნილი. შიდი რა თქმა უნდა. მიაკ დასასწრებლად ამარ ჩამოსწრეთ. აქ ხაირი მეტად სუფთა. ძალიან კარგი, ესე იგი ერთად მოვიხდება ყოფნა. ვისვენით სადაც გინდა. მადლობა. როგორც გინდა. მე სადაც დაიძინე. სამი ღამეა თვალი არ მომიხუჭავს. ისე. ყოველთვის კარიერა გასაღებით დაგე. შიდი. ხო. შენ ამას საიდან იცნობ, ვინ არის?
ეს ის ადამიანია ზურაბ, მე რომ კი ამბე. ერთი მითხარით. თქვენი ფილტრები როგორ მუშაობენ? გარდა იმისა, რომ ყრუმუნჯია თურმე ბრმაც ყოფილა. აბა მითხარი ეს რამდენია? ერთი მეტისმეტად თავგასული და ცუდად აღზრდილი ახალგაზრდა. რას თქვი შეთ სინგლიანო? ეხლა ბოდიში მოიხარე. არავითარ შემთხვევაში. ზურაბ, გთხოვთ დაგტოვოთ. სალაპარაკო გვაქვს. ზურაბ, თქვენს გეხებათ. დიახ. სიამოვნებით. რად გაჩვენებულ ხარ? თქვი რამე. შეგამოთაყვანებულ აქ რას მოდიოდი. გინდა ჩემყვას მითხარ, საყვარელი რად გაიჩინა? ამა. შენ თავს ვიცარ რომ ჩვენ შორის არაფერი არ ყვი? მე მხოლოდ ვაპირებ. ფაზის ღვაწ ქეთოსთან გნახეთ მაშინ ცნობილია რა. ჩემთვის კი. ჩემო საყვარელო მამიკო. ხო. ეს ოლი ქეთოს ბრალია. აი ვინ არის დასაჭერი? მე კაცი ვარ და ყოველთვის პატიოსანი ვიქნები ხალის მიმართ. სანდრო, მაგრამ ჩემს მიმართ შენ ხო? შენ რა ქალი ხარ? ჰა? შენ ხომ ცოლი ხარ? არა, მე მინდა დასვამეთმა, არა, გესმის. არა, შენ სხვა ხარ. ეს მითხარ, ჩვენთან იყვნენ? იყვნენ. ბარომ გარაჟის გასაღები არ მისცა, მაგრამ მე მანქანას ფარი აქვს გადახილი და სისხლის ეწყო. სისხლი ხომ ჩამოვრეცხე. ყველაზე საშინელი ის არის. კიდევ რა? შოფერი შალიკო დააპატიმრე. ხო? ხადიაკა. მაშ არის შენ რომ მევარ რა? მამიკო. აჰა. მამიკო, არ მეთქვი შენი. ყოველთვის დანაშაულო ადამიანია დაპატიმრებული. ნუ თუ მოიცანო შესაგებად ფაიჯი სანდრი. როდესაც შევეკითხე მიპასუხა იმ მუსინდისა. მანქანას ეს ვიში არის? საიმის გველია რომ ჩანიქრა ფარები. რა, რა. შენ უნდა გაბედო. მირობაგმა. უნდა გამოცხადე. უნდა ჩაბარო. ა? აი დედაკაცები, ჰაი. თოთოცები. სანდრო მამიკო, ჩაბარდე. თავდაბარებე. თავდაბარებე. მამიკო. თოთე თავს მოგვრე. აი მოიწავ. Merci. Arbi, mas que é? O que está saindo da chapa? Tia, que é isso? Ai, isso canta aqui. Não ligas? Que é? Ai, gente. Ai, já. Ерка, ты кирнацо. Ерка. მე თვითონ წამოვდგებოდი. თქვენ კარგი ყოფილხართ. პატიოსანი.
პატიოსნებას მხოლოდ სურვილი არა ყოფნის. ძალაც ასაჭირო. თქვენ გაქვთ ეს ძალა. 100 ჯერ მეტი ვიდრე ყველა იმათ. მითხარით, რა ქვია თქვენ? მიწოდეთ კლავაც ადამიანი. თუ კი თქვენ ასე მოგწონთ. Kızgalim. Kızgalim ha. Kızgalim ha. Kızgalim. Ha? Şehvardı bir kreptiya. Megiş. ოჩა ძალიან მოხერხებული კი ყოფილ ხარ. შეგვიძლია ვერაფერი გამომივიდა რა. ბედი ქონია. მე მართლაც ბედი მქონია რომ აქ ჩამოვგდან. თქვენ ჩაგივარდით და რა სხვას. რა თქმა უნდა. ასეთი კულტურული ადამიანი. დავიღალა შეხედების შეიძლება. და თუ დაიღალეთ ჩამოუშვით. მაგრამ ცოტა უცნაური კი შეჩანს. მით უკეთეს. ნაჭიანურეს. Morçit. Medya kaçınız. O düştüktü. Şeyler açamazdı. Tabii canım. Что mesela da gomesi erti pasiyor. Pasiyor sana. Maşkine var isimli. Hı? მე თქვენზე ყველაფერი ვიცი. ვის? დედაკაცი ერთი. თეკლე. ო, ჩვენი საუკეთესო მუშაკი. სად ჩავარდი? არ მეგონა თეკლე თქვენთან თუ მუშაობთ. მარტო მიმაცნობა. დავიჯერეთ უმჯობესია ჩვენ შორის მოგვარდეს ეს საქმე. მე ისეთი კაცი ვარ რომ თქვენ თვითონ მიხვდებით. შეიძლება ჩვენ შორის მოგვარდეს. პროკურატურის გარეშე. ო, ჩვენ შორის. ა? მე ჩემი ბრიგადა მივატოვე, რომელსაც მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ჩემ გულისათვის. ო, დიახ. როცა გავიგე, ასეთი დიდი საქმე გქონიათ ქალაქში, მთელი ბრიგადა ფეხზე დავაყენე. მაგრამ ახლა ის რა მოსატანია. თავარია რომ ჩვენ ერთმანეთში რა საჭირო სამაგიეროდ. რა საქმეა სამაგიეროდ იქნება? მეც კაცი ვარ და მესმის ცხოვრებისა. პირდაპირ თქვა. თქვენ ფული გინდათ რა? არა, ფული რასაკვირველია არ უნდა, მაგრამ და როგორც ხდება ხოლმე. შვილი გინდა დააყოლჭი და არ სახლი გინდა იშენა. აი ასეთი აუგარი. რამდენი? სახლიც კარგი მაქვს და ფულიც არ მაქვს. რა გინდა ჩე? მე მინდა რა ქვია იმეთ, ეი. ჩემი თითების ანაბეჭდია რა? პიანინო მინდა. ჰა? დიახ. სვარა. და კიდევ ერთი ის. მოსკვიჩი, უკანასკნელი გამოშვება. იღაც. მე ვაჭრები.
პიაიზმე საკუთარი ისეთი წითელი ფერის. ხოლო თურმე რაიმე შემეთქვა. თქვენ ამასაც ვერ მიიღებთ. აბა რა საბრდანებთ? რა უნდა შეგემთხვით? მაშ მეწავედ ხლა. ისე როგორ ფიქრობთ, მალე იქნება? მალე. ხოლო მე ხომ შენი გადამშვიდებით ვიყავ. რა საკვირველია? ხოლო ჩემთან გექნებათ საქმე. დიდად გმადლობთ. გესმის. კარგად ბრძანდებოდით. კარგად ბრძანდებოდით. მადლობთ. ყველაფერია ფული. გუ მე გახობი ჩემო გუგური. როგორ გაძირა ხმაძინა? იცი არა უშავს. საქმე იმაშია რომ რა, მოხდა რაიმე? ისე პატარა უსიამოვნება. ეგა. ამ ქვეყნას ყველაფერს შეშველება. როგორ? ძალიან უბრალოდ. ფული. თქვენს ქალიშვილთანაც კი? და შეჩემდათ. ჩვენ ახლა ცოტა შევლაპარაკდით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთით ვიყვარს. ერთი მეპარება. გარწმუნა. იანა დამთან. მაგრამ მითხრა ცოტა ხანს მოვიცოდოთ. უკეთესად გაგიცნოა. ალბათ გაგიცნობ კიდეც. მე რატომ მომართავთ? თქვენ ხომ მამა? შეგიძლიათ მასზე გავლენა იქონიო? მაგრამ რატომ უნდა იქონიო მასზე გავლენა? რა თავხედი ახალგაზრდა წამოვიდა. თავი დამანებეთ. მე არ სულ ხოთა ლაპარაკ. როგორ გიანებოთ? ოღონდ ინანებთ. დასალანი თქვენი სიძიელვა იქნებოდა. თქვენ ამათ სიძის ნახვა გეღირსება და რაღაც ქეიფი. სხეთაში, კეთევარ. ეცა. ზურა. ზურა. ეცა. მოგდა. გამძან ზურა. აი, განა ასეთი ლაპარაკი არა ჯობია. მე რა მოხდა? ჩემი ასაკის კაცს შეუძლია ივახშმოს ქალთან. შეხომ კარგად გესმის. ვახშმობა ქალთან. სხვა არაფერი. რა საკვირველია სხვა არაფერი. კვლელობის გარდა. აშენ გინდა რომ მე არაფერი არ მინდა, მხოლოდ ლიანას მოელაპარაკეთ. ვაჟმსტას შეეცადეთ რომ დაგთანხმდეს. არ თაშემხაში. როგორც გენება. ზურა გამოიჩი. ეგენ მომთხოვეთ რაც გინდა. ოღონდ შისკინო. იჩი მედი ეგეს ზურა. მე მისთვის საწყობი ზურა. გივედრე. გიმუდანები ზურა. აი უხმოდრეკილი გევედრები ზურა. მე ვთქვათ მუხმოდრეკილი თქვენი ქალიშვილის ხელს. ნამუსა. არამზადა. რომ შემეძლო ეხლა. აი ამ დაგახჩობდი. ეს თქვენთვის პირველი არ იქნებოდა. დეაგრიფს. შენ შობლებსაც არ შეგალები. ვერტიკალ მეშანებს შეუძლია. შენ ისე არამზადი შვიდის გასდა. თქვენ თვითონ ვიღა ბრძანდეთ. მე რით ხარ ჩემზე უკეთეს? ვიბრძანდით და ყლაპეთ რამდენის გნება. მხოლოდ იცოდეთ რომ დიდხანს ლოდის ზარვაბი. ეცა. ვიფიქრო. მოვისაზრა. მოისაზრებ და დარწმუნდებით რომ არც ისეთი ცუდი სასიზო არ თქვენთვის. მამიკო. ნამუსა. მამიკო. შტრლიკო. მაწვილო. ხოლო ჩემი ცოშვილი ქალაქამდე ჩაჩი. სიამოვნო. მე კი მას საჯულებას უნდა ჩავბარ. Яра! Kauf sie den Geld, kauf
გითხათ მამამ ვერ გავიგე? მართლა საჯულებას უნდა ჩავდარ. მაშინ მანქანა გადარჩი. თან დაგიბარად. გაუფრთხილდით აი ამ არამზადას. მე ყოველთვის ფიზიკური მოქმედების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა შეხედულებას ვიცი. სუსტი ხედულების გამო ექიმებმა კრიანი იგრძელეს. აბადიეთ, მაგრამ მეტი სატანა აღარ შემეძლო. მე შენ გიჩვენებთ. გენებოთ. ბარო ხომ გიქარი გამომყვები მე მოიცა სანდრო განარაჯობებს სხვა დასვენებული ტვინით არა ახლა უნდა გათავდეს მაწვება გესმის მაწვება დამშვიდი სანდრო შემოჩერება დამშვიდი არა მე ვღელა მე დამშვიდებული სანდრო შვილო გაგიდეთ მანქანა ავეჭი ეს ყველაფერი სისული და ყოფილა უზრუნელ კარის დაღუპულის ოჯახი სანდრო შალიკოს ძრხა უნდა უყიდე მოქალაქეთ ვერა დასასწორებელი საქმე არ გონიათ აქ მილიციის რაიონი განყოფილება მე თქვენთან ამახ საქმე მაგრამ მადრე ჯერმასთან მოაწყო მოქალაქე მე თქვენ გელაპარაკებით იმას ველაპარაკებ ვერა ხედა ლიანას გავხდი ლიანა აბა გამოსცხადი მოქალაქე მორი იერო მორი გაოპერაციაზეა წასული დაუცადეთ ხელი მოქალაქე მე სარ შეგიძლია მაშინ ხვალ მომწადით რას მithvia ხვალ გესმის თქვენ მე მკვლელობა ჩავიდინე Yes. Huh? Trop dans la bâtiment. რა თქმა უნდა ხვალ დღეს ცოტა ვერ არის კარგად მოქალაქე დამცამდი მოქალაქე ვინ მოკალით და როდის შაბათს რა ვინ არ დამინახავს კაცი მოკალით და არ დაგინახავთ შუქი იყო არა ბნელოდა შალიკოს ბრალია ყველაფერი შალიკო სად არის აგარ არის საერთოდ არ ყოფილა მე როდესაც დავაჯახე გადმოსვლა მიდოდა მაგრამ იმ ქალმა ხელი მტაცად არ გამომიშვა ქალი გახდათ ვინ იყო არა ქალი არ ყოფილა ბნელობა მარტო მე შევიდი მოიცა შუქი იყო და ბნელოდა მაშინ ბნელოდა კაცი იყო და არ იყო კაცი არ იყო ქალი იყო და იყო მაგრამ არ ყოფილა არ ყოფილა მოქალაქე თქვენ გადაკრუსი ხო არა გასაგებია ქალბატონო თქვენ ეს აქ არ უნდა მოგეყვანათ აი იქ ერთი ამას უყურე თვას რაც მიკრავ დედაც გეკუთვნით მე ძალიან ხელა და ალბათ იმიტომ ყველაფერს თავიდან აგის აღარ არის საჭირო ყველაფერი გასაგებია რატომ მე სულად მოქალაქე იმაზე პროფესორთან მიიყვანთ აი პატარა ჩიქში ცხოვრობს მე სის მე თან გიჟგონი ვარ რა არა დავშვიდით მოქალაქე თქვენ მდგომარეობაში კაცი ცოტას უნდა ლაპარაკობთ როგორც კი შეატყობთ რომ სულელე ლაპარაკობთ მაშინ გაჩვენდით მე მკვლელობა ჩავიდინე და თქვენ ვერ ამიგდალავ მოითხოვ დამაპატიმროთ დიახ დავშვიდით ახლა დავრეკავ მოვლეთ და წაგიყვანეთ მადლობთ აი ასე ასე პირდაპირ ციხეში სანდრო მოქალაქე ციხეში კი არა გიჟების საავადმყოფოში გასმის განა ციხეში ადგილი აღარ არის ხომ ხედავ კაცი შეშლილია რაო შეშლილი შენ თვითონ ახარ მოქალაქე საავადმყოფოს თუ აღარებ რა შეურაცხყოფას შეკამეჩო ჩემ სანდროს საგიჟეში გზავნის საგიჟეთი რამდენად აჯობებდა აი ხედავ თავის ჭკვით ამბობს რომ აჯობებდაო ჭკუა მაგას შენზედაც და ვინც სახში ხავს იმაზე საავადმყოფოს თუ აღარებ მილიციასთან და მის ოჯახს სამსახური გაქვს რა გეხადა ჯობს საქმებს დაჯვარებ მოქალაქე ამ და შუა ქუჩაში წინ და უკან დადიხარ მოქალაქე თქვა ბევრი სტვენი
აქ დაიხენე, მე შენს მაგივრად აქ დავჯდები. ვინ? ქალაქე დამშვით. ახალგო კაპიტანო, ეს კალი დაბატიბებული არის პასუხისმგებელი პირის შეურაცხყოფისათვის. ის მე აღერა შეურაცხყოფ. მე მითხრა რომ ბევრის პლისაგან თავში გისტვესო და კამეთში მიწოდ. სწორია. ეს კაპიტანი დაიღე? არის. პასუხისმგებელი კაპიტანი. ეს სოლოია. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი. აი, მე შენობის წინააღმდეგ გთხოვთ მივუმატოთ ჩემი დანაშაული. ჩემი დანაშაულის მიზეზს მე თანათან ვიფიქრე. დამშვით. თქვენ ამაზე რო იფიქრეთ. კლავ. აი, მასი საერთოდ უნდა გავიგზავნე. თქვენ როგორც ხედავთ, მე სამშაბათ ნორმალური ახლა. ყველა ავატყოფიასი ამბობს. არა? არაფერი, დამშვით. აი, კაცი. მომეცით ფსიქიატრიული საავადმყოფო. აი, ნამდვილად გავუჩნდები. მე მოვითხოვ დამაპატიმროთ კვლევისათვის, რომელიც მომითა შაფათღანოს ცხეთის გზაზე. გესმით? თქვენ სანდრო ქორიძე ბრძანდებით, არა? ეს უკვე ძვირი დაგიჯდება შემოგარგო. აი, დაზარალებული კოლმეურის დავით გოგიაშვილის ჩვენება. ჩვენება სიკვდილამდე თუ როგორ? სიკვდილამდე. მხოლოდ სიკვდილამდე. რატომ დასარა, ჰა? შეამის. ანნა. მე მაინც ალაგობ შენი სული გაიმაგრე. ვარო! გრიშიტაი ვარო დაპატიმრებული. მილიციის მუშაკ შეურაცხყოფა მიაყენა. რაო? მე არ არის ვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მამა თქვენმა და თქვენმა მეუღლემ ჩაიდინა დანაშაული. მაგრამ სხვა დანაშაული ჩაიდინა. ჩემი მანქანა გაიტაცა. სადაა ჩემი ვოლგა? ხოლმე ავტოინსპექციაში. საფუძველი არ ყოდა და ჩამომართეს. მე მოვიტყო იმ კვლევას, ჩემი მანქანის გადაცემას დაემატა. ხუის! ეს მან მოუწყო შანტაჟი სანდრო ქორიძეს. შედა? ოქალაკე! თქვენი გვარი. სახელი. დიახ. ჩემი გვარი რა შეგესაჭიროებათ? მე ხომ არაფერი ჩამიდენია. დამნაშავე აი ვინ არის? მოიცათ. თქვენ შემთხვევით დომენტი ვეფხაზიშვილი ხომ არ ახართ? დიახ, მამაა ჩემი. კარგი კაცია მამა თქვენი. დასაგურელია, კარგი კაცია. და ძალიან უბრალოდ. ცუდი მამა. განები ვრა შვილი. უქნარა გახადა. თქვენ შეურაცხყოფის უფლება არ აქვს. შანტაჟის გულისათვის დაგაბატიმრებ. მე ძალიან დაივალე. თხოვთ ჩქარა დამაბატიმროთ. აი ეს მოხუცი კი გაანთავისუფლეთ. მოიცადე. სადამდე უნდა იცადო სადანიანმა? სადამდე? აი ახლა მესმის მე თქვენ. რაც გინდი ყოფილაც და არაფერია. აი ვოქმი. შაბათს საღამოს 10 საათზე მცხეთის გზის მე-19 კილომეტრზე აღმოჩენილი. მე ვიყავი მასთან. და იმათ, ესე იგი ჩვენ. არაფერი არ გადაგვიგდია. სანდრიკ. გვამი წყალში ხომ არ გადაგიგდიათ? პატიოსნებას გეფიცი. მაგის პატიოსნება მაგის. მოქალაქე. ამხანაგო კაპიტანო? ისმენთ? ნუ კი მისმენთ. მიყურეთ. აი? ახლა მეც დამაპატიმრეთ. სანდრიკ, მე შენთანა ვარ. ეს ხულიგანობა. თქვენ ამისათვის 15 დღე ციხეში ჩაჯდებთ. თქვენ ახლა გოფროსო მოწმებს დანდებით. ხომ დაინახეთ? მე არაფერი დავინახავს. და იცით რას გეტყვით ახალგაზრდაო? რა უნდა მითხო? გაფრთხილებთ. თუ ხელს არ მოგიდებთ სასარგებლო შრომას, ქალაქიდან გაგაცნობთ. ამხანა გოფროსო, მე ვეძებ სამუშაოს. სიტყვას გაძლევთ, მაგრამ მაგან ხომ გამარტყა რა? აი ამ კაცმა დაინახა. მე სუსტი მხედველობა მაქვს. შენ მოქალაქე! მოდით აქ. 20 ახევრობას არ ამზადა. მოქალაქე. გამოდით მაგედან. ამრიგად გამოძიები დადასტურდა, რომ ეს ტანსაცმელი ეკუთვნოდა კოლმეურნე დავით გოგიაშვილს.
რომელსაც გზაზე მოყავდა ხბო. ხო და სწორედ ეს ხბო გაგიტანიათ. და შეშინებული სამარცხვინოდ დაქცეულხარ. მაშინ მე არავინ მომიკლავს? თქვენ მოჰყარით. ოღონდ საბედნიეროდ მხოლოდ ხბო. აი, მასე. მაშინ მე პლელი არა ვარ. მაშინ მე პატიოსანი ვარ, არა? დიახ, შედარებით. მაშინ და მე თავისუფალი ვარ. დიახ. დიანა, ეხო მამაშენია. პატიცემულო, როდის მოვიდე თქვენთან დახასიათებისათვის? გამოიერეთ ასე 15 დღის შემდეგ. რა სიზამ, შევაწავა. მაგვიანდება. თუნებას მომცემთ, წერილებს მოგწერთ. გიგი. გმადლობთ. ნახვამდის. 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 მე კი პასუხებ. მადლობთ. მამიკო, როგორია ეს კაცი, რა ქვია? რამდენი კაცი მუშაობს ჩემს აბარაში. მამიკო, გონს მოდი ნუ დუპლა. სანდრიკ. შვილო. აი ეს დაწყებული გააჩერე. დახასიათებია, მგონი ეს მას მოუხდება.